ზუსტად 50 წლის წინ საქართველოს ფეხბურთში პირველი დიდი გამარჯვება იზეიმა თბილისის დინამოს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. მატჩი, რომელიც ტაშკენტში გაიმართა, ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით 4-1 დასრულდა. იმ თაობას მაშინ ოქროს ბიჭები უწოდეს, მათგან დღეს ცოცხალი მხოლოდ 3 ფეხბურთელია. 19 ნოემბერს თბილისის დინამომ ფეხბურთში პირველი დიდი გამარჯვება იზეიმა. 1964 წელს დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. მაშინ დინამომ და მოსკოვის ტორპედომ თანაბარი 46-46 ქულა დააგროვეს. გამარჯვებულების გამოსავლენად დამატებით იმ მატჩი დაინიშნა. ოქროს მატჩად წოდებული შეხვედრის ძირითადი დროც ფრედ 1-1 დასრულდა. დამატებით დროში კი ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. შეხვედრა დინამომ 4-1 მოიგო. Siamomit, რომ საზოგადოებასა და ჩვენ სერსა და საქართველოს არ ვავიწყდებით კიდევ და ახსოვს ის დიდი სიხარული, რომელიც ჩვენმა თაობამ მოუტანეთ მაშინ ჩვენი ფეხბურთის მოყვარულებსა და ჩვენ საზოგადოებას. კაჩალინის გაწვრთნილმა დინამომ საქართველოს პირველი დიდი გამარჯვება მოუტანა. თბილისის დინამოს იმ თაობის ფეხბურთელებს კი ოქროს ბიჭები უწოდეს. მათგან ცოცხალი დღეს მხოლოდ 3 დინამოელია: გიორგი სიჭინავა, ილია დათუნაშვილი და ვლადიმერ ბარქაია. მათ შეუძლებს დაიცვეს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი, ძალიან ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს და მე მინდა ვთქვა, რომ ეს იყო უდიდესი სიხარული მაშინ საქართველოში და აი ამ გუნდის მაგალითზე შემდეგი თაობები გაიზარდა, რომლებმაც საბჭოთა კავშირის თასიც მოიგეს ჩემპიონობა. დასაფასებელია იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც დიდი ღვაწლი დაასდეს ამ გამარჯვებისთვის. რა თქმა უნდა, ქეთვიხი ადამიანების წინაშე, ვინც დღეს ჩვენთან ერთად არ არიან და მადლობა გადაუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ცოცხლები არიან, ჯანმრთელები არიან და დღესაც თავისი თბილისში აქვს გრაფული ფეხბურთის განვითარებაში. ოქროს ბიჭებს და ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს სერგო კოდრიგაძეს მემორიალური დაფა გაუხსნეს. მიხეილ მესხს კი ძეგლი მისივე სახელობის სტადიონზე დაუდგეს. გახსნის საზეიმო ცერემონიას ქართველი ფეხბურთის ძველი და ახალი თაობის გულშემატკივრები და მიხეილ მესხის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მესხის ოჯახის წევრებმა დღეს საზოგადოებას თხოვნითაც მიმართეს. ახსოვს კიდე ძალიან მოხარული ვარ მაგის, მაგრამ თავარი თხოვნა ის იყო ჩემი, რომ ავაძა რომელიც დაბუაჩემა დაარსა საფეხბურთო დაუბრუნდეს ოჯახს. ბავშვი რომ გაიზარდეს ისე და ისე საქართველოში მჭიერი და კაი ფეხბურთელები. და ახლა 9 წელი იმუშავა. 9 წელი. ზუსტად იმუშავა კი არ არის, თანდაკებაა. ხან ვისვენებ თანდისა და დახვეწაში ნელ-ნელა რაღაცა ჩამოყალიბდა ესეთი სახით. მინდა რომ გაუძლოს დროს. რაღაცა მარადიშება იყოს, მარადინი იყოს. დღევანდელი დღე და საერთოდ ეს დღეები 50 წლის იუბილეიდან დაწყებული აი ამ ძეგლის გახსნა დამთავრებული არის ჩემის აზრით პატივი და ღირსება ჩვენთვის, რომ ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ გადაუხადოთ მადლობა, გავიხსენოთ, მოვიგონოთ. დღის ბოლოს ოქროს ბიჭების თაობას რუსთაველის თეატრში უმასპინძლეს. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 22 ნოემბერს ტაშკენტში ამხანაგური მატჩია დაგეგმილი, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ თბილისის დინამოსა და ტაშკენტის ფახთაქორის ვეტერანები ითამაშებენ.